მე ვიტყოდი რომ ჩვენთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. პირველ რიგში გაცრავად მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვიტყოდი რომ ბევრი არაფერი შეცვლილა, იმით რომ აი ეგრეთ წოდებული მუშაობა განახდა საკრებულოში. ფაქტია რომ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც მოხდა სამწუხაროდ ეს არის რომ გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ პარლამენტში უნდა შევიდეს. ჩვენთვის ბუნებრივია რომ ეს ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ არც დრო, არც მე ვიტყოდი არც დრო და არც ადგილი ამისი ამ წუთში ნამდვილად არ ყოფილა და ჩვენთვის ეს აუხსნელი რჩება. მაგრამ მეორეს მხრივ ფაქტია ის რომ პროტესტის მინელებაზე საუბარი ზედმეტია, პროტესტი გრძელდება და ის კიდევ უფრო მრავალფეროვან სახეს მიიღებს, ამაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ. მოიცავს კიდევ უფრო ფართო ფენას და თავისუფლების მოედნის 10 პუნქტიანი გეგმა სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ საზოგადოების ის ფართო ფენები, რომლებიც პროტესტის იდეალებს იზიარებენ, მაგრამ აქტიურად არ მონაწილეობენ მაშინ როგორ უნდა მოხდეს მათი ჩართვა და რაზე დგას პროტესტის გაფართოების, ასე ვთქვათ, პერსპექტივა რაზე დგას? როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ჩართვა? კი ბატონო. ეს ეფუძნება რამდენიმე ძირითად მიმართულებას. ერთი მათგანია გასვლა რეგიონებში და თბილისის სხვადასხვა უბნებში, ორგანიზება შეხვედრების მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელიც პროტესტის მონაწილე იყო, მაგრამ ამ წუთში თვლის, რომ ჯობია მონაწილეობა სხვა ფორმით მიიღოს. გავესაუბრებით მათ და გვექნება მათთან მუდმივი კომუნიკაცია. ამავდროულად კომუნიკაცია გვექნება მოსახლეობის იმ ნაწილთანაც, რომელიც თვლის, რომ ქართული ოცნებასთან თანაცხოვრება შესაძლებელია და ისინი თვლიან, რომ გამომდინარე ვთქვათ იმედის ან პოზიტივის პროპაგანდისგან, რომ ეს არის ვთქვათ საუკეთესო გამოსავალი მიმდინარე სიტუაციაში. ამ რკინის ფარდის გარღვევას სწორედ აი ესე შევეცდებით პატარ-პატარა გასვლებით, რომელიც შეიძლება არ იყოს ვთქვათ ცნობილი ან ტელევიზიებისთვის, ან ფართო მასებისთვის, ან Facebook-ზეც არ დაიდოს, მაგრამ ჩვენ გქონდა ასეთი მცდელობები და გარკვეული შედეგებიც იყო იმ გაგებით, რომ მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც პროპაგანდის მსხვერპლია, გაიგო იმის შესახებ, რომ მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა უკეთესად წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე ამას ქართული ოცნება აკეთებს. კი ბატონო, ბაკურ, ახლა ფიქრობთ ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ახლა თქვენი ან სხვების გასვლები რეგიონებში, ხალხთან შეხვედრა და მათი მცდელობა, მათი გადარწმუნები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პროპორციული იქნება პროტესტის მასშტაბის გაზრდის და რის ირგვლივ უნდა იყოს ახლა პროტესტი მობილიზებული და პოლიტიკური ცხოვრებაც მობილიზებული, მაშინ როდესაც სამი პარტიის აკრძალვის სურვილია სახეზე და კანონმდებლობა არის დღითიდღე კიდევ უფრო რეპრესიული, რომელიც გვინდა არ გვინდა პროტესტის მასშტაბზეც იქონიებს გავლენას. სწორედ ამიტომ ფაქტია, რომ ჩვენ დამოუკიდებელი დღის წესრიგი უნდა შევთავაზოთ ოცნებას, რომელიც ღებულობს უკანონო კანონებს, აი სხვა არაფერი შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. ფაქტია, რომ მათ ახლა შეუძლიათ ფორმალურად ნებისმიერი კანონის მიღება გარდა კონსტიტუციური ცვლილებებისა და სწორედ ამას აკეთებენ და ღებულობენ კანონებს, რომლებიც სამართლის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. ეხლა ერთ-ერთი ფორმა ბუნებრივია არის ის, რომ მოსახლეობამდე ეს ყველაფერი მივიტანოთ, ის აბსურდი, რომელსაც ქართული ოცნება გვთავაზობს, არაერთი მე ვიტყოდი არაკომპეტენტური და სამარცხვინოს დასაცინი გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიუღია და მათ შორის გამოვარჩევდი მაგალითად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ჯარიმის გამოწერას, რომელიც არც ერთ დიპლომატიურ პროტოკოლში არ ჯდება, ანუ არც პროტესტის ფორმას წარმოადგენს და საერთოდ მიუთითებს იმას, რომ ამ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საერთაშორისო სამართალი, ანუ ის კი არა, რომ ვითომ პრინციპულები არიან, ანუ ვითომ რაღაც ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს. უბრალოდ არ ესმის, როგორ უნდა გამოხატონ თავიანთი პროტესტი, თუნდაც ისეთი, მე ვიტყოდი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი აქტის მიმართ, როგორც იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა პროტესტის მონაწილეებთან, ხო? აქ რომ ეს აბსოლუტურად არაადეკვატური იყო
და ეს არ იყო, ასე ვთქვათ, შესაბამისი არც ერთ დიპლომატიურ პროტოკოლთან, აი ამის ახსნა გვჭირდება მოსახლეობისთვის, რომ იგრძნონ არა მარტო ის, რომ ქართული ოცნება შეიძლება დიქტატურისკენ მიდის, არამედ ის, რომ არაკომპეტენტური მთავრობა ყავს დღეს საქართველოს, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე და ფაქტიურად წარმოადგენენ, აი მე ვიტყოდი, აი გამოქვაბულიდან ახალ გამოსულ ადამიანებს, რომლებიც პირველად მოხვდნენ ცივილიზებულ სამყაროში. ერთ-ერთი მე ვიტყოდი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ მოსახლეობის მობილიზაცია ამ მრჩეველამდე საქართველოს მოქალაქეებამდე მივიტანოთ ის აზრი, რომ რაც ეხლა ხდება, ეს არ არის ჩვეულებრივი სიტუაცია და ჩვეულებრივი სიტუაცია შეიძლება დადგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება წავა, არის რომ ჩვენ შევთავაზოთ მათ აი ეს გარდამავალი ეტაპის რეფორმები, რომელსაც ვაპირებთ, რომ 30 დღეში წარვადგინოთ. თანამედროვე საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ თითქოს მშვიდობა დაამყარა და ჩამოაყალიბა რაღაც სისტემური მიდგომა, კონცეფცია, რომელსაც ისინი იყენებენ 2011 წელს არის მიღებული. სწორედ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ბუტაფორიაა ქართული ოცნების მშვიდობა და არაფერია სხვა გარდა რუსეთის მიმართ უპირობო მორჩილებისა. ეხლა მორჩილების სანაცვლოდ და რომელიმე ქვეყნის პროვინციად გადაქცევა თუ მშვიდობას ნიშნავს და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მაშინ კი და სხვა შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რამ ქართულ ოცნებას არ გააჩნია. სწორედ ეს და კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯი, რომელიც ჩამოთვლილი გვაქვს, როგორც არის მაგალითად საგარეო პოლიტიკის საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც გვაქვს დიდი სურვილი, რომ საქართველოს პრეზიდენტები და ის გადამდგარი პასუხისმგებლობით ახსავსე ჩვენი დიპლომატები და ელჩები მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, საბოლოო ჯამში შექმნის იმ განწყობას, რომ რეალურად ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლას არ მოყვება არანაირი არეულობა, უფრო მეტიც თუ კი ქვეყანა გვინდა რომ ნორმალურ კალაპოტში დავაბრუნოთ, არსებობს კომპეტენტური პროფესიონალებისგან შედგარი ალტერნატივის ჩვენება საზოგადოებისთვის, ანუ არ არის საარჩევნო გარემო. ფიქრობ თუ არა, რომ ეხლა ხელისუფლების სურვილი სწორედ პოლიტიკის რაღაცნაირად დაძინების ეტაპის დაწყებაა? მე ვიტყოდი, რომ ხელისუფლება აი ამ მე ვიტყოდი აბსურდული და დიქტატორული, აი მათ გებელსი ახსენეს, ხო? და გებელსი და გერმანიის ნაცისტური პარტია სწორედ იმით იყო. დიახ, სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ პირველ რიგში პარტიები გააუქმა, ხო? 1934 წელს და სწორედ ამ გზას ადგანან დღეს. უბრალოდ 21 საუკუნეში ეს არ გამოუვათ, როგორც ჩანს, ისინი იძულებული არიან, რომ მომავალ ზაფხულს ჩანიშნონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ. და უნდათ რომ აი ამ მე ვიტყოდი როგორი აი ჯალათური მეთოდით ნაჯახით ჩაჩეხონ გარკვეული პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები და ამით მიაღწიონ უპირატესობას არჩევნების დროს. ეხლა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოცნებას ხომ ექნება თქვათ იგივე რესურსი, რომელიც ჰქონდა 2024 წელს, ექნება იგივე ტიპის საარჩევნო კომისია, უარესი კანონები, ღირს თუ არა ამ დროს თქვათ არჩევნებში მონაწილეობა და რა შანსი ექნება ოპოზიციას, მე ვიტყოდი რომ სამაგიეროდ ქართული ოცნება დღეს უკვე ჩამოყალიბდა მთელი ქვეყნისთვის როგორც სამარცხვინო ძალა, რომლის წევრობა არის სირცხვილი და რომელთან ასოცირება შესაძლებელია მხოლოდ მალულად. გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც საქმე გვაქვს თვითონ საკრებულოების წევრებთან, ან მათი ოჯახის წევრებთან, ან პარლამენტის წევრებთან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ რა პირობებშიც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ზაფხულში, ქართული ოცნება განწირულია დასამარცხებლად, იმიტომ რომ ერთი ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე კარგად ვიცით ის მეთოდები, როგორ გაყალბდა 2024 წელს არჩევნები, ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ხმები შეიძლება მოპარული იყოს და შევძლებთ იმას ამ შემთხვევაში ამ ზაფხულს მიუხედავად იმისა, იქ დარჩება 3, 4, 1 თუ 2 პროდასავლური პარტია, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს გადაუხვიოს ქართველი ხალხის ნებას. კი ბატონო, მადლობა. მადლობა ბაკურ კვაშილავა პასუხობდა ჩვენ კითხვებს რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.